ვარ გიორგი თედიაშვილი 12 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი და მუსიკა. 2 წელი ვთამაშობ დინამო ბათუმში და ახლა გამოვედი პორტუში. ჩემი აზრით პორტუში უფრო უკეთესი პირობებია და ამიტომ გადმოვედი. მე ვარ მარცხენა თავდამსხმელი. ადრე ვიყავი ცენტრალური ნახევარმცველი და მერე გადავედი შეტევაში. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა პასების განაწილება. ისე რა თქმა უნდა მიყვარს გოლების გატანა. დინამო ბათუმის კარიერაში გატანილი მაქვს 116 გოლი. ერთი გოლი გამოვიდა ყველას ლამაზი. ეს იყო გადმოვაწოდე პასი და მე დავიძარე წინ მოვატყუე ორ ფეხბურთელი და შემდეგ გავუშვი შორეულ ცხრიანში. ორჯერ მქონდა შეჯიბრება და უფრო მომეწონა პორტუს ბათუმთან თამაში. იმიტომ რომ აქ თამაშში გავაკეთე 2 ასისტი, გავიტანე ერთ გოლი და მაგ თამაში ვიყავი საუკეთესო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ლიონელ მესი, საყვარელი გუნდი კი ბარსელონა. საქართველოს ნაკრების სიამოვნებით თამაშობდი 11 ნომრით. მე ვაპირე გამოვიდა ფეხბურთელი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმოადგენია. ჯერ თამაში დავიწყე დინამო ბათუმში, შემდეგ გადავალ ასტონ ვილაში, შემდეგ გადავალ მანჩესტერ სიტიში და შემდეგ ბარსელონაში. ფეხბურთს თამაშობ კიდევ 51 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მწვრთნელი. დიდი სიამოვნებით ჩავიბარე და გავწვრთნიდი ინტერ მილანს. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვედი, გამოვალ ემის კაპიტანი. ბავშვობაში მინდა რომ გამოსულიყავი სპაიდერმენი. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 15 წლის ასაკში. ახლა მინდა რომ ვიყო 17 წლის, რადგან მე ვითამაშებდი პროფესიონალურ გუნდში. ჩემი სკოლა ამიტომ მიყვარს, რომ ყავს კარგი მასწავლებლები, კარგი თანაკლასელები და არის კარგი გარემო. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის კონსტანტინე ვარშანიძე. ყველაზე ცელქი არის გუა კულაშვილი. ოღაშკვიანი არის მათე ბერიძე. ყველაზე მშვიდია ნატალი შავიშვილი. მე ვარ ყველაზე სპორტული და პერსპექტიული. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი არის თამარ სულაქოეძე, რადგან ის არის ჩემი დამრიგებელი და საყვარელი და კარგი ადამიანი. მის ყველაზე კარგი თვისება არის, რომ სამართლიანი. ჩემი საუკეთესო თვისება მგონია მოსმენის უნარი. დამოსასწორებელი მაქვს სიზარმაც. მე ასევე მიყვარს გიტარაზე დაკვრა. ვსწავლობ რეზო ლაღიძის მუსიკალურ სკოლაში და იქ ვარ მე-4 კლასში. მაინც და მაინც გიტარაზე შესვლა, იმიტომ მინდოდა რომ ჩემი ეს პიჩი ხდება და ვფიქრობდი რომ კარგად გამომივიდოდი. გიტარაში ყველაზე ძნელია რთული აკორდების აღება. ყველაზე ადვილია მასწავლებელთან სიმღერა. მე ვარ რეპის მოყვარული და საყვარელი სიმღერა არ მეხვჭი არჩეული. გიტარის გარდა კიდევ მინდა უყუროდე ფანდურს. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, ბებია და ძმა. ჩემი ძმა 23 წელს და ქვია ნიკა. ის არის ჭკვიანი, მხიარული და თავის სახის ცოლი. დედიკო არის ლამაზი, საყვარელი, თბილი და მზრუნველი. ბები არის საყვარელი, თბილი და შვილიშვილის მოყვარული. ძალიან მიყვარს ბებიას გაკეთებული ხაჭაპური და დედიკოს გაკეთებული წვნიანი. ჩემი ცოლი ყველას გემრიელ გააკეთებს ხინკალს. ცოლს მომიყვან ვიქნები 26 წლის. შვილებს დავარქმევ გიოს და ლიზას. ჯადოს უნდა ჯოხი რომ მქონდეს, გავხდევოდი რონალდინიოზე უკეთეს ფეხბურთელი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის ჰარი პოტერი. მე რო წერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ფეხბურთის ისტორიას. ამ წიგნშივე დავწერდი თუ როგორ გავხდი წარმატებული ფეხბურთელი. წინა მოგაწენა დამიტოვა ასეთი შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა. ახლა ვარ ფრენა შემოძას, მე გავფრენდებოდი ჩემს მეგობარ გიორგი კეშელავასთან. მეგობრობა არის ერთგულება, ერთმანეთის პატივისცემა და ერთგვერდში დგომა. შემდეგ მოვაწილეს ვუტყობ ასეთ შეკითხვას. დროში მოგზაურობა რო შეეძლო, სად მოგზაურობდი და როდის? მე მაგალითად მოგზაურობდი 2035 წლის საქართველოში. ახლა მინდა ვნახო ჩემი მომავალი კარიერა. ჩემი ოცნებათა ჩქარი არის PlayStation 5. ბედნიერება არის მეგობრებთან გართობა, PlayStation 5-ის თამაში, მოგზაურობა და ასევე ფეხბურთის თამაშიც. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.